მოგესალმებით ძვირფასო პედაგოგებო, საყვარელო მშობლებო, პატივცემულო სტუმრებო და ჩემო კარგო მეგობრებო. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ჩვენ ერთად აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ეს მხოლოდ ზეიმი არაა, ეს არის სიტყვა, სიყვარული და მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ. დღეს განსაკუთრებით მოვეფერებით ჩვენს მშობლებს. მადლობას გადავხდით აღმზრდელ პედაგოგებს და სიყვარულით გავიხსენებთ იმ 4 წელს, რომლებიც ერთად გამოვიარეთ. სავსე თამაშებით, მეგობრებითა და მეძლიერებით. დღეს ვზეიმობთ სიყვარულს, თავისუფლებას და იმ გზას, რომელსაც ერთად გავდივართ. 26 მაისი. ეს უდიდესი გამარჯვება ქართული ხალხის, რომელიც საწირკველია ჩვენი მომავალი ცხოვრების. 26 მაისიც უკვდავია იმით, რომ საქართველოს დემოკრატია ასეთ შეგნებით გამოდის. ამ დღის სადღესასწაულოდ. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამიერიდან შეუძლებელია დემოკრატიული საქართველოს დაცემა, რადგან ჩვენ ამ დევიზით ვიზრდებით: ძმობა, ერთობა, თავისუფლება. მე რა წამაგწევს საქართველოს მითიდან ვიშვი, ვერ დამაჩოქებ, რა ხანია გამიქრა შიში, მე რა ჩამაგრობს წმინდანების მარგუნეს ჯიში, დროს მამულში მაქვს ზეციური სინათლის შიში. ვერ გავჩუნდები იონანით გაზრდილი შვილი, მე დედის სუძუ მიწოვინა თაფლივით ტკბილი, დღეს იქნებ მოკლა, მაგრამ კვირტებს ამოხმის ვისი და ყველა მათგანს სხვა სიცოცხლის ექნება წინ. მე რა წამახცევს, მიწაში მაქვს დამრთელი ფესი, ისეთი სისხლი გადამისვეს, მას ხდება მყესი. სხვადად მაქვს ქართველობის დასრულვა წესი, და გამაჩნევს გულ სიმღერა და მოსდის ლექსი. ჩემო სამშობლო შეგიცნობენ ოდესმე მჯერა, რა დაადუმებ შენს მონაგარს, არა და ვერა. ის ტყვია ჯერ არ მოგონილა, ჩაგვიკლავს რწმენა, ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.
წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აქტების სურვილი გაძლიერდა. საქართველოს ძალიან ბევრი გმირი ჰყავს, მოსაყოლი ძალიან ბევრია. არ შემიძლია არ გავიხსენოთ 2008 წლის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს გადამომავალს. დაიჩოქე! მე ქართველი ვარ, ქართული სული მიდგას. დაიჩოქე და ფეხი დაადგით, ორე მოკლა. სიკვდილ სიმღერით შევაშინებ, ბგერით მოვარევი არას. საქართველოს მკვიდრა დავიბადე, სადმე 900 კი არა. გიორგი არწუხელიძე დაუჩოქებელი. საქართველოს სიმბოლოა. მისი ქვეყნისთვის არა და ვერ უღალატია. წერმა ის არა პარტია და წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლაში 17 ქართველი დაიღუპა. მათ შორის იყო 20 წლის კაპრალი რომან ზოიძე. რომან ზოიძე დაჭრილი იყო და სისხლის განიცლებოდა. მის ნათიას უმცროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს ეხვეწებოდა და ეტოვებინა და გადარჩენილიყო. თუმცა ონიანმა უარი თქვა და ერთად აიფეთქეს თავი, რათა მტერს წვედა ჩავარდნოს. დღეს ჩვენთან სტუმრად მობრძანდა გმირი რომან ზოიძის დედა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც სრულად გადმოცემს იმას, რასაც გრძნობთ თქვენი შვილის გმირობასა და თავდადების მიმართ. მადლობას გიყვდით ამ სიყვარულისთვის, ძალისთვის და ღირებულებებისთვის, რომლებმაც გაზარდეს ასეთი ადამიანი. თქვენი შვილის თავდადება უკვდავი მაგალითია. მიიღე ჩვენი უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა. შენ ახლა გიჭირ შენს წმინდა მიწაზე იღურება სისხლი უმანკო ბიჭებისა. ყველა დედას რომ კითხო შვილი გმირი უჩევნია თუ ცოცხალი, აუცილებლად იტყოდეთ ცოცხალი. უნებლიეთ თქვენ გახდით თქვენი ნების საწინააღმდეგო გმირი. შვილის დედები შვილებისა, რომლებიც გუშინ და გუშინ წინ ჩვენსავით ლექსად გიკითხავდნენ, სიყვარულს ებიცებოდნენ. ვარ მოხდილია ვინც წავიდა ქვეყნიდან და კვალი დატოვა კაცო კაცობის.
შუაზე არაფერი უფლისხე არასკველი ალცამასი არაგველი ვის გამო აქვს განაჩენი ჰოი ვახტანგ ვაი თამარ და კარგულის ძებნად დავალ ქეთევანის სვლებს დავედებ მინდორ ტრამალ გადი კვალი ხარო თორემ არ დაგინდობს მტერი ხარო ჯერ ხომ ისევ წავალ ხევში არ დამშალა მეფის წყარო საფლავიდან წამომდგარა ერი ჩვენი ენა ჩვენი ისევ უკივლია ვის გამო აქვს განაჩენი გადი ხედე და ლოცვილო რადიშები შურით გოღმით ჩვენ არავის არ ვეკუთვნით ღმერთის სისხლი მოგთვამსოდით ჩვენ არ ვიცით დროება არ ვის მტერი ბევრი მყავდა ისიც ვიცით რომ ქართველი მტერს საფლავში ჩახოლია გადი კვალი თორე არ დაგინდობს მტერი ხარო კიდევ ერთხელ გაითუხე იდგე ძელე საქართველო დედოფალ ამერს მოიცავს იგი გუშაგია რომელსაც სიფხიზლე ქვია დედოფა ამდანობა დედოფა ჯილდოა დედოფა შვილთან გადებული მყარი ხიდია ღმერთო გვიდღე გძელე დედიკოები ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე მიხვდები იმაზე დიდი სიყვარული თუ როგორ უყვარს დედაშვილი არ არსებობს მხოლოდ დედა შეუძლია უანგაროდ მოგცეს საკუთარი გული მხოლოდ საქართველოში დედა ეუბნება შვილს როდესაც მას რამე უჭირს ვაიმე შვილო შენ მოგიგდეს ჩემი თავი მხოლოდ საქართველოში დედას როგორც ძალიან წარუდა სჭირდებოდეს ექიმთან წასვლა უკანასკნელ კაბისად შვილს მისცემდა იმ ფიქრით რომ ჩემი შვილის გულს არაფერი დააკოთებს You're
ნათლად ვარ. დიმა, სამთვით და სიმართლე მითხარი. 1, 2 და 3. კაი ხო, ვაღიარებ. 2 ნატეხი შოკოლადი ავიღებ. შიოდა. ნუ თუ მართლა გონია რომ მე ვერაფერს ვამჩნე? გასაკვირია, საიდან გებულობენ დედები ასეთ რამეებს? ეს თანდაყოლილი სუპერძალაა შვილო, რომელსაც საიდუმლო სკოლაში არ სწავლიან და იქ მასწავლებელიც არ იცოდენ. იგე, რატომ გაქვს შეწუხებული სახე? რა სახე? ეგეთი სახე არ მაქვს. აბა და დაემართა დისტანციურ პულს მე რა ვიცი. მას რატო იყო ბალიშის ქვეშ დამალული? საიდან იცი? მე ხომ დედა ვარ, ყველაფერი ვიცი. კაი, შემთხვევით დამივადა, მაგრამ მუშაობს. შემთხვევით მაინც არ უნდა დაგემალა. დედა, ჩემი დაგმიშდა დეტექტივად. ეს დედების თანდაყოლილი უნარია შვილო. როდესაც დედებს სულ გულით დააქვთ. თუმცა დრო და განახებთ რომ თქვენ სწავლებასა და შრომას ბუჭად არ ჩაურია. ეს კი მაშინ მოხდება, როცა დადგება დღე და თქვენი კარგი საქმეების კეთებისას თქვენ სახეს მადლიერება, თვალებს სრემლები დაფარავს. დედა რის დედა, თუ არ იბრძოლებს და რომის ხმაზე თუ არ შეძრავს დედამიწას, სანთლით ღვთისმშობელთან თუ არ ილოცებს და შვილებს შუბითა და მკერდით არ დაიცავს, დედის გამწარება მტერსაც არ შერჩება, შვილს დააბურებს და ბევრჯერ მშიერია. დედა შვილზე დარდით წამში არ შეკვდება, ზოგჯერ კინაზე და ქვაზეც ძლიერია. საყვარელო მშობლებო, ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ და მუდამ ხალისიანებს და გაბრწყინებული თვალებით ხედავდეთ. ჩვენი მხრიდან გვპირდებით, თქვენი მოყვარულები და დამჯერები ვიქნებით. გვპირდებით თქვენ ამას გადავიხდით.
მასწავლებლებს უდიდესი როლი ეკისრა ბავშვების აღზრდა განვითარებაში. მასწავლებლის სიტყვოვანი დანერგება მასწავლებლის გულსა და გონებას ავტორს ასოებით ჩაეტვირთება. მასწავლებელობა შვილობა კითხვის ერი. 4 წლის წინ დედამ ხელი ჩამკიდა და ამ სკოლაში მომიყვანა. ცემიანი თვალები მომწმინდა და ტკბილად დამარიგა. ნელა იარე, არ დაგიცდეს მიწაზე ფეხი, სჭირდები შვილო საქართველოს, მიეძი ღატაკს, უკან არ მოსთხოვა ხურდა. 4 წლის წინ სულ პატარები მოვედით, მიჭირს, ძალიან მიჭირს, ვიპოვა ესეთი სიტყვა, რომელსაც შეუძლია დაიტიო ეს სიხარული, თუ გულის ტკივილი, ჩვენი პირველი მასწავლებელი, ამ წლების განმავლობაში დედასავით გოლებოდა თავს. ჩვენ მომწწილები ვიყავით, შეფთებს შეფარებული, როგორც ქოლობიანს თამაშის დროსა, ისე გვიცავდი ყოველგვარი განსაცდელსგან და ისე უფრთხილდებოდი თითოეული ჩვენგანი სიმშვიდეს. არ არსებობს ქართულ ლექსიკონში მადლიერების გამოხატვის მსგავსი სიტყვა, რასაც ეხლა თქვენს მიმართ განვიცდით, ჩემო მასწავლებელო. აბა როგორ არ გიყვარდეთ დედასავით გვესახებ, პირველ თქვენ შეგვაყვარეთ მშობლიური ენის მადლი. მერე ხელი შემოქვიე, მიგვიკარით ბევრად გულთან, დაგვითხარი რომ ქართველი სასახელო იყოს უნდა. მუდამ ჩვენსკენ მოიჩქარი, არასოდეს გვიანდები, დაგაღონებს ჩვენი ცუდი, გაგახარებს ყველა კარგი.
შვილო, რომალე მოხვედი სკოლიდან გაგის და გაკვეთილები. გაკვეთილები? არა, სკოლის ხელებას აღარ მინდა. რატომ გოგო, ვინ გაგაბრაზა? ვინ? და მასწავლებელმა რაც გადამეკიდა, რა უნდა ჩემგან? რაო გოგო, რა მინდაო შენმა მასწავლებელმა? გინდა თუ არა მითხარ, ვინ აიღო ალპებიო? გეფიცები, ვერცხები, არ ვიცი ვინ აიღო მეთქი. მე შენ რა აგიხსენი, მასწავლებელს არ უნდა შეუბრუნო მეთქი. კარგი. მე არ დაგიგე რა, არ დაგკითხვავ, ეკითხა სხვებისთვის, რაღა შემოგადგა, რაღა აბრაზეთ, თუ არ იციან ვინ აიღო და ვინ იქნან, მე რა ვიცი, დამანებეთ ერთი თავი ახლა. დოქტორს არცენ მადოთან და ყველგან ჩვენ გიღიმია ყველა გაწოს ხმარი რომ ხარ ჩვენ გაიღიმე და გითხარი გაიზრები გამახარე თქვენ რომ წახვალ მე დავჩები მაგრამ თქვენი თვიამაყ დღეს კი კარგი სწავლა კარგი შრომა არის საქმე გიხარიო როცა ვინმე შენს პატარეთ გულით გვაქებს
გავხდეთ უიჭრი გიყვანეთ ერთმანეთი რამდენი მაქვს რომ ავისწავლეთ მეგობრობაზე ახლა ვიცნობ რატო იმიტომ რომ 4 კლასს ვამთავრდმის ამაგ დაფასება უნდა მოდი შევიჭრიტინოთ რა ხდება ბუნების გაკვეთილზე გამარჯობა ბავშვებო გამარჯობათ მას ბავშვებო დინოზავრები რატომ გადაშედნენ გისმენ გიორგი იმიტომ რომ ახლა უფრო კარგი რაღაცები გამოიგონეს უფრო პატარები და გემრიელები დევაძე შენ სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე ბიჭო ნუ მაგულინგებ მას არ გაბულინგებ შვილო აღნიშნავ შენს უდიდეს სიყვარულს ჭამის მიმართ ხო და ესე ფსიქოლოგიური ბულინგია და მამა მითხრა ვინ ჭამაზე რამეს გეტყვის ისი შეჭამეო მოდი გადავინაცვლოთ ქართულის გაკვეთილზე და ვნახოთ რა ხდება თელგას რატომ გძინავთ რა ამბავია მე აქ არ ვარსებობ არა მას ჭიამაევიცესასთან ერთად სისამოსლან შევხვდით ყველა და ახლა გვეცინება არაფერით სასწრაფო ჩანჯისეთ საშინაო დავალება ელას ვერ გააჩერებ შენ რომ არ გეთქვა ხომ დაავიწყებოდა საშინაო დავალების მოწება ახლა შენს გამო საშინაო დავალების დაწერა ვიდეს როდის ვითამაშო მოდი გადავინაცვლოთ ხელოვნების გაკვეთილზე და ვნახოთ რა ხდება თქვენს გაინტერესებთ ბარბი დამიხადე რა შენ თუნდაც დავხატავ და მე დაგიხატავ არ მინდა გიო ხო არ გეწინა არა მაშინ არ გამოგეთხარა სადა კალამიჩებთვის თვალ და კი ბატონო დაგიხატავდი არ მინდა ჩემი დავხატავ თითქმის ყველა გაკვეთილი ვნახეთ მხოლოდ ერთი გაკვეთილი დაგვრჩა ეს არის მუსიკა მოდი გადავინაცვლოთ მუსიკის გაკვეთილზე და ვნახოთ რა ხდება მოემზადეთ ბავშვებო სრული სიჩუმე მოგასმენინებთ ხმის ეფექტებს თქვენ უნდა მითხრათ რომელია ხმაურიანი ქალაქის ხმები და რომელი სოფლის ჰარმონიული ხმები ისმენინი მას გაკვირვებული ვარ რა უცნაური წიგნია როგორი ბგერები გესმის ძაღლის ყეფის ძროხის ბღავილის ცხენის ჭიხვრის დროს ალბათ წიგნის ავტორი ქართულ სიმღერებზე და მელოდიაზე ნაწყენია სხვათა შორის ნინი შენ რომ არ იყო გაკვირვებული შენთან ერთად მეც გაკვირვებული ვარ ასე მგონია სიტყვის ძალა რომ დაკარგოს ბევრმა მშობლისა და მასწავლებლის ლოცვა მთელი ცხოვრება გაყვება ჩვენი წარმატება ისე არ გაუხარდება როგორც მათ გამარჯვებთ ყველაფრისთვის დაგლოცეთ და ჩვენს დაგლოცავდეთ მადლიერების გზა დაგვილოცეთ ეს სიტყვები გულში ჩამრჩება და სხივი რომელიც გზას მიშუქებს სვიფასა მასწავლებელო მშობლებო და მეგობრებო დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღე იყო ვამთავრეთ სკოლას და ახალ გზას ვადგავართ დაგლოცეთ რომ ამ გზაზე ღირსეულად ვიაროთ არასდროს დაგვიწყდეს ფესი საიდანაც მოვდივართ მადლობა ყველა სკოლასთვის ჩვენ ის ახლა შევძლეთ გულით რომ დაგვაქვს ნატრა რომ ქვია ყველა წვიმ მარშით სიხარულს ვედებ ვიცით არასდროს იქნება გვიან Gina, come on, baby.
ღონისძიება დასასრულს უახლოვდება. უბედური მადლობა მინდა გადაუხადოთ ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც დრო გამონახა დაგვითმო დრო, მობრძანებულ სტუმრებს, ჩვენს მანანამასწავლებელს, რომელმაც დაგვეხმარა მუსიკალურად გაგვეფორმებინა და გაგველამაზებინა ეს დღე, ქორეოგრაფებს და ყველა იმათ, ვისაც თითოეული წყვილისადმი და წვლილიც კი მიუღწევს ჩვენ დღევანდელ ღონისძიებაში. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს ერთგულ მშობლებს, რომ არა მათ, მე ნამდვილად ვერაფერს ვერ გავხდებოდი. უღრმესი მადლობა 4 წლიანი თანამშრომლობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და შვილებით გეხაროთ. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადოთ და ჩემს შეგირდებს, რომლებსაც უპირობოდ უყვარვა მჯერა. და მთელი 4 წლის განმავლობაში გულწრფელი დამოკიდებულება აქვს ჩემთან ერთად, ჩემს მიმართ. ბევრი გვიცინია, ბევრი გვისწავლია ერთმანეთიდან, ბევრჯერაც გვიტირია, მინდა გითხრათ, თუნდაც გაკვეთილის მსვლელობის დროს. მინდა დაგლოცოთ ჩემო მერცხლებო. ცხრილები არა, მე შეგნებულად გავაკეთე ამ დღეს, რომ თქვენი ცხრილები არ მიგიხარ. მე შეგნებულად არ გავაკეთე ბოლო დღეს, რომ უარყოფითი ნეგატივები არ მინდა ვარ მოემთმინეთ, არსად არ მივდივარ თქვენთან რჩებით, უბრალოდ ვიცვით საკლასო ოთახს. ღმერთმა დაგლოცოთ ბავშვებო, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, არასდროს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება, რომ ჯერ პირველ რიგში გამოადგეთ საკუთარ თავს, შემდეგ ქვეყანას და ოჯახს. სულ ბედნიერები მეყოლეთ. დღევანდელ დღეს ეხორ სიტყვას ეტყვის გაგვიხარდება. მოკლედ, მეგონა რომ დღევანდელი დღესდღეობის გარეშე ჩაივიდით, მაგრამ არა. პირველად თქვენ ვიყავი ვიცადით და თქვენს გამოსვლაზე ბავშვებო. გილოცავთ და გაგლოცავთ. ზიული მასწავლებლის მერცხლებს, მართლაც სანიმუშო და სანაქვებოები ხართ. ვისურვებთ ის ამაგი, რაც თქვენში მასწავლებელმა ჩადო, დაგეფისებინოთ ამის შემდგომ კარგი სწავლით და გამოჩენით და ყოველთვის თქვენს რომ ძალიან მაგარი ბავშვები ზიული მასწავლებლის კლასიდან არიან გამოსულები. გილოცავთ თქვენ მშობლებო, თქვენი შვილების ამ ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებ ისეთი წარმატებულები ყოფილიყვნენ, ისეთი წარმატებული ნებისმიერ თქვენგანს ეთქვას ნეტა მეო და ყველას ეთქვას აი იმ მშობელს, ნეტა მასო. ჩვენც რა თქმა უნდა სკოლაც ბედნიერი ვიქნებით, როცა ჩვენი დაფრთიანებული მერცხლები გვასახელებენ ყოველდღე. ყოველ დღე ამაში ვწმინდები. ერთი კლასი მეორეზე უკეთესია. ღმერთ მაჰკნას, აი ასეთი უკეთესი მოსწავლეები ბევრი ყოლოდეს, ყველა ყოლოდეს. ოღონდაც მართლა გულწრფელად გილოცავთ და გლოცავთ. არაჩვეულებრივები იყავით დღეს, გამორიცხულია ამ დღეს მართლა ცრემლის გარეშე შეხვდეთ და აღნიშნული მით უმეტეს, როცა მას წარმოგიდგენენ ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით, ასეთი პატარები. თქვენ უკვე დიდები ხართ, მაგრამ ამ დღის ასე აღსანიშნავად მართლაც პატარები იყავით. და ისეთ საქართველოში გეცხოვროთ, თავისუფლების გემო არასდროს დაგეკარგოთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ. გილოცავთ ჩემს სკოლას. მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე, რამე თუ მათი ღონისძიება მთლიანად იყო პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე და ნამდვილად ცრემლები, რა თქმა უნდა, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, ვერ შევიკავე ვერც მე, როგორც თითოეულმა თქვენთაგანმა. მე დღეს ამაყივარ ბავშვებო, მე დღეს ამაყივარ თქვენით, მე დღეს ამაყივარ იმით, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩემმა მშობლიურმა სკოლამ ის თუ როგორი თაობები
ეზრდება 22 საჯარო სკოლას. და მინდა კიდევ ერთხელ განმეორდე და ვთქვა, რომ აი მათი პატარა ხელებით გაერთიანებული საქართველო ყოფილიყოს საწინდარი მათი ხვალინდელი დღის. გაერთიანებული საქართველოში ამ პატარებთან ერთად ვეცხოვროთ, მე შეიძლება არ მომეწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აი სტვენით რომ გულშემატკივრობენ, აი მე მჯერა ეს ბიჭები აუცილებლად აფხაზეთში აუცილებლად შევლენ და დღევანდელ დღეს აუცილებლად გაიხსენებენ. მე დარბაზში ვხედავდი ერთი ჯარისკაცის ფორმით მშობელს. მე მინდა აუცილებლად მოვიწვიო ის დარბაზში სცენაზე მის შვილთან ერთად. მინდა მხუხარი აპლოდისმენტებით ეს აკადემია. მოგწონდი ძალიან ხო? და მინდა აუცილებლად თქვა ერთი სიტყვა, რომ აი ეს ადამიანი ესე ტყულა არ გამოწყობილა. მე ქეთს ვიხრი, ქალბატონი ჩვენი დამსწრე, რომელიც არაერთხელ ჩემს გაკვეთილზეც ყოფილა და პიროვნება, რომელიც გვილამაზებს დღევანდელ დღეს. მე მჯერა იმის, რომ ხვალინდელი დღეს სწორედ თქვენისთან ადამიანების, თქვენისთან მშობლების შემდეგ ნამდვილად მიაღწევს იმ მიზანს, რა მესიჯით ჩვენმა პატარებმა დაგვიტოვეს. კიდევ ერთხელ მადლობა და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი დღე იქნება ლამაზი ფურცელი ჩვენი სკოლის ისტორიაში, როგორც ერთი ბედნიერი ლამაზი გამოსაშორებელი დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებიდან. ილოცავთ და გეფერებით ძალიან ბევრს. მართლაც ბედნიერი დღე აქვთ ჩვენს პატარებს, ჩვენს მეოთხე კლასელებს, ჩვენი ზიული მასწავლებლის დაფრთიანებულ მერცხლებს, რომლებიც შემდეგ მეხუთე კლასიდან წეღანჟანაცთან ვამახვილებდი ყურადღებას ინდივიდუალურ საუბარში, უფრო მეტად უნდა დაფრთიანდნენ მაღალი კლასებისკენ, შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებისკენ და ამაში კი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს როლი. თითოეულმა მასწავლებელმა, მშობელმა რა თქმა უნდა, რომ ის მუხტი, რაც აქ 4 წლის განმავლობაში ამათ მიღებული აქვთ, არ შენელდეს. გილოცავთ, გლოცავთ. ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ, ჩემო პატარებო. თავისუფლებაში არის ბედნიერებაც, სიკეთეც, სიხარულიც, კარგი მომავალიც და ეს ყველაფერი თქვენთვის ყოფილიყოს ნამდვილად. გლოცავთ, მშობლებო, გილოცავთ, ძალიან ბევრი თქვენგანი ჩვენი სკოლის აღზრდილია და მე ამაყება მუდამ, რომ თაობათა ცვლა ასე კარგად მოდის და შემდეგ კიდევ ახალი თაობა მოდის. და დღეს შოთაის ნაქონის სისხლით და დღეს სულხანის ნაქონის სისხლით ამ სკოლის კედლებში კვლავაც ივლის თაობები და იარონ ავი. ზეული მასწავლებელო, დიდი მადლობა ასეთი ლამაზი უნისიერებისთვის და ამათთან ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის.